დღეს მინდა შევეხო ბევრისთვის საინტერესო თემას, არსებობს თუ არა და შესაძლებელია თუ არა სულის გაყიდვა. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ სულის გაყიდვა არ არსებობს, რადგან რაჩენ არ გეკუთვნის, იმას ვერ გაყიდი. თუმცა არსებობს დალომბარდება. როგორც ერთმა დიდმა ქართველმა ეზოთერიკოსმა თქვა, რომელიც მე ძალიან მიყვარს, არსებობს სულის დალომბარდება, მაგრამ სულს ვერ გაყიდი, რადგან ის შენი არ არის. თუმცა კონკრეტული და გარკვეული კონტრაქტების შედეგად შენ სულს ფლობ შენ, ატარებ შენ, მაგრამ მისი ენერგია, მისი უსასრულო ძალა მიდის იმ კონკრეტულ არსებასთან, ან ენერგიასთან, რომელთანაც უშუალოდ გაქვს კონტრაქტი დადებული. თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ეს რაღაც იყოს, შეიძლება დემონი, შეიძლება რაღაც იერარქიის წარმომადგენელი არსება, შეიძლება იყოს ეგრეგორიც. რა არის ეგრეგორი და როგორ მუშაობს ის, ამაზე უკვე სხვა ვიდეოში, იმიტომ რომ ეს ვრცელი თემაა და დიდ განხილვას საჭიროებს, ახლა კი დავუბრუნდეთ თემას სულის შესახებ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სული არის შეუფასებელი, შესაბამისად, მისი გაყიდვა კიდევ ერთი ფაქტორით არის შეუძლებელი. როდესაც კონკრეტული იერარქიის წარმომადგენელ არსებასთან ან ეგრეგორთან დებ ხელშეკრულებას, შენი სულის სანაცვლოდ, ისინი იყენებენ შენი სულის უსაზღვრო ძალას. მართალია ქვია შენი, მაგრამ შენ არ გეკუთვნის. შესაბამისად, გააჩნია იმას, თუ რა რაოდენობის დრო ჭირდება შენ სურვილს ან შენ თავად. შესაბამისად, ამის მიხედვით ხდება უკვე სულის დალომბარდება. შეიძლება იყოს 10 წელი, შეიძლება იყოს ცხოვრების ბოლომდე და თუ ვერ გადაიხდი, შეიძლება მომდევნო რამოდენიმე სიცოცხლეც გაგრძელდეს. იმისთვის, რომ კარგად გაიგოთ, მოვიყვან ასეთ მაგალითს. ავიღოთ ერთი X ადამიანი, რომელსაც ჭირდება 10 მილიონი და ხელშეკრულებაში უწერია, რომ ამ 10 მილიონის სანაცვლოდ ის ემსახურება კონკრეტულ არსებას, მისი სული ექნება კონკრეტულ არსებას 10 წლით. და შემდეგ ეს ადამიანი გარდაიცვლება და თავისი სიცოცხლით გადაიხდის ამ ვალს. შეიძლება იყოს ცხოვრების ბოლომდე და ცხოვრების ბოლომდე იხდიდეს. ვინაიდან და რადგანაც ამ სამყაროში უფასო არაფერია. მაგრამ შესაძლებელია იყოს ისეთი სურვილიც, რომელსაც ერთი სიცოცხლე არ ეყოფა. შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც სულს ალომბარდებენ, შემდეგ ცხოვრებაში ეს ადამიანები მოდიან გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობებით, რადგან მათ ვერ მოასწრეს ამ ვალის გადახდა და შესაბამისად, მათი მშობლები გადაიხდიან ამ ვალს ზრუნვით, მოვლით, პატრონობით, ან თუ მაინც და მაინც ის სიცოცხლეც არ იყო, შემდეგ სიცოცხლეშიც უპრობლემოდ გადაყვება მას ეს ვალი და გააგრძელებს გადახდას მანამ, სანამ არ აინაზღაურებს და დაიბრუნებს სულს. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ახალშობილები მალე გარდაიცვლებიან, ან პირდაპირ მკვდრები იბადებიან, ეს არის ნიშანი, ბევრი ამის ნიშანია, მაგრამ ერთ-ერთი არის ის, რომ მან ვალი ვერ მოასწრო, რომ დაებრუნებინა, გადაეყადა და თავისი სული გამოესყიდა. თუ გაინტერესებთ ამ ინფორმაციაზე ვრცელი ვიდეო, დამიწერეთ კომენტარებში, აუცილებლად ჩავწერ, მე კი დროებით გემშვიდობებით.